ფაქტობრივად ბოლო 2 თვეა თბილისის აქციებზე ვარ და არ ვიცი მე როგორც კახელს როგორ მინდოდა რომ აგერ ერთად ყოფილიყავით ეხა დღეს ვინ ვართ ერთად სიღნაღიდან აგერ ქიზიყელი მე აქ ვარ გურჯაანს გადმოვარეთ და გურჯაანებთან ერთად წამოვედით ახმეტელები აქ მოვიდნენ თელავი საგარეჯოც ჩვენთან ერთად არის ჩვენ ხმას ვაგონებთ თელს კახეთს და ვამბობთ რომ ჩვენ ვართ აქ რიგითი მოქალაქეები არანაირი პარტია არო ხალხი ვდგევართ რომლებიც ვიწყოთ ახალ არჩევნებს და აბსოლუტურად ყველა წყვის გამოშვებას რომლებიც ეხა სისტემის ტყვეები არიან და რაც თავარი არ გავრუსდეთ გულწრფელად მეშინია იმის რომ ხვალ არ დაგვაგვიანდეს ამისთვის 78 დღე გვაქვს დღეს ყოველდღიური პროტესტის მე ახმეტიდან ვარ ახმეტაში გვაქვს ყოველდღიური პროტესტი ახლა იქიდან შემოვერთით ჩვენ ვფიქრობთ რომ რეგიონები უნდა გაძლიერდეს და ეს არის ერთ-ერთი მაგალითი რომ რეგიონები გავაძლიეროთ ჩვენ თავად აქტივისტებმა შევუერთდეთ მაქსიმალურად და რაღაც პერიოდულად გავაკეთოთ ახმეტაშიც თელავშიც გურჯაანშიც უახლოეს მომავალში ვფიქრობთ გურჯაანშიც შევხვდეთ და გავაძლიეროთ ერთმანეთს იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გვჭირდება ძლიერი ხალხი რომელიც იქნება რეგიონებში თბილისი მყარად დგას რეგიონები როდესაც გამყარდება ჩვენ მივაღწევთ იმ შედეგს რა შედეგისთვისაც გამოვედით გარეთ თბილისში ძალიან დიდი მუხტია და განსაკუთრებით იმ ფონზე რომ ამ ავტორიტეტულმა რეჟიმმა დაიწყო კიდევ უფრო მძაფრი მოქმედებები ხალხის წინააღმდეგ და ადამიანები სულ უფრო და უფრო ხდებიან სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე ეს რეჟიმი რომ არის დანაშაულებრივი რომ ჩადის დანაშაულებს ადამიანების წინააღმდეგ და ეს უკვე არის ყველა ზღვარს გადაცდენილი ამას თბილისში ძალიან კარგად ხდებიან რაც შეეხება ჩვენ ჩამოსვლას რეგიონებში ჩამოსვლა არის ერთი პატარა შესაძლებლობა რომელსაც ჩვენ შეგვიძლია რომ პატარა ნაპერწკალი მაინც ავანთოთ ამ ქალაქში, იმიტომ რომ მე მჯერა, რომ თელაველების პრობლემებს თელაველების გარდა ვერავინ ვერ გადაწყვეტს. ძალიან მინდა მიმართო თელაველებს და უთხრა მათ ყველა ვინც დღეს სახლში არის, მაგრამ მადგულში პროტესტია. იმის გამო არიან სახლში, რომ რიდი აქვს, ვიღაცა სკოლის დირექტორის რიდი აქვს, ვიღაცა სიპის დირექტორის რიდი აქვს, ან მეზობლების რიდი აქვს, რა სიმფიქრებენ ისინი და ასე შემდეგ. მე მათ უნდა უთხრა, რომ დღეს მათი შვილების ბედი წყდება აქ და არავის რიდი ამ დროს არ არის გასათვალისწინებელი. ეს ქვეყანა ჩვენია. თელავი ეკუთვნის თელაველებს, თელაվել ხალხს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ძალაუფლება ხალხშია და თუ დღეს ჩვენ ამ ძალაუფლებას არ განვახორციელებთ, არ ვაჩვენებთ ჩვენ ძალას და ჩვენ პროტესტს, ჩვენი შვილების მომავალი ეწირება ამას.